ჩვენი პატარა რაიონი 25,000 ტონარ ძეს აწარმოებდა და თითქმის 7,000 ტონა ხორცს, თან ძალიან მაღალი ხარისხისას. სუბალპური საძოვრების პროდუქცია განსაკუთრებულად ხარისხიანი იყო. აქ ევროპული ტიპის ყველსაც ამზადებდნენ, ხოლო ჩვენი შვეიცარიული ყველი ფართოდ იყო ცნობილი. მაგრამ ერთი რამ ცუდი იყო. ყველაფერი მთლიანად სახელმწიფოს ბარდებოდა. მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ თუნდაც 5% ადგილობრივ მოსახლეობას რომ დარჩენოდა და მაღაზიებში თავისუფლად გაეყიდათ, უკეთესი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ადამიანები იძულებულნი იყვნენ სხვანაირი გზებით ეშოვათ პროდუქტი. ასე იყო და აი ეს მე არ მომწონდა. საქართველოს ხელმძღვანელობა მაშინ რატომღაც ძალიან ცუდად და ზედაპირულად უდგებოდა ბევრ ამეს. მაგალითად, ისეთ საკითხს, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლება. რატომ არ ჩადიოდა ხალხი თბილისში? იმიტომ, რომ იყო დაბრკოლება. ეს იყო ენობრივი ბარიერი. ქართულად ვერ საუბრობდა. საგანმანათლებლო პროგრამები როგორი იყო მაშინ? ქართული ენა კვირაში 2 ჯერ ისწავლებოდა. კვირაში 2 ჯერ და საგანს სპეციალისტები არ ასწავლიდნენ. ქართული ენის სპეციალისტები საერთოდ არ იყვნენ. ასოებს გვასწავლიდნენ და სულ ეგ იყო. ახლა ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს. თუ ინტეგრაცია გსურთ, დაიწყეთ ენით. თუ ადამიანმა ენა არ იცის, როგორ შეიგვიზნობს ის ამ ხალხის კულტურას? როგორ იგვიზნობს თავს მონათესავე ერად და ჩვენ ხომ მონათესავე ხალხი ვართ. Приехал мой отец. მამა ჩემი მიშა ფრონტიდან დაბრუნდა. დედაჩემის პირველი ქმარი კი ომში დაიღუპა. შემდეგ ისინი შეუღოთმენ და მე მათი პირველი პირმშო შევიქენი. ომის შემდეგ მალევე გავჩდი. მაშინ რა თქმა უნდა რთული დრო იყო. მშობლები კოლმეურნეობაში მუშაობდნენ. იქ სამუშაო დღეები ითვლებოდა და ეს დღეები არც კი ვიცი როგორ ფასდებოდა. აღირიცხებოდა ვინ რამდენი დღე იმუშავა და წლის ბოლოს აჯამებდნენ. ამის მიხედვით ან ქერს გასცემდნენ, ან სხვა რამეს. ყველსაც კი. კოლმეურნეობას ცხვრები ჰყავდა და რამდენიმე კილოგრამ კარაქსაც გვაძლევდნენ, ოღონდ ძალიან ცოტას. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ერთი ძროხა გვყავდა, რადგან მეტის ხოლის უფლებას არ გვაძლევდნენ. წარმოიდგინეთ, ოჯახში რამდენი შვილი ჰყავს ზოგს და მხოლოდ 1 ძროხისა და 5 ცხვრის ყოლის უფლებას გაძლევდნენ. უნდა გემუშავა და გეშრომა კოლმეურნეობაში. იცით, ვსწავლობდით. 2 უფროსი და ვიყავით, მე და პოლინა. შემდეგ კიდევ 2 გოგონა დაიბადა. მშობლებს სახლის აშენება მოუწიათ, მიწური სახლის. მე მხოლოდ 6 წელი ვისწავლე. სკოლა მივატოვე, რადგან სხვა შესაძლებლობა არ იყო. მშობლებს უნდა დავხმარებოდი. 2 უმცროსი და მყავდა. ერთი ჩემზე 10 წლით უმცროსი, მეორე კი კიდევ უფრო მეტით. ასე მომიწია სწავლისთვის თავის დანებება. როცა გავიზარდეთ, ძალიან მინდოდა მემუშავა. თივის სათიბში წავსულიყავი. ღმერთო ჩემო, რომ ახსენდება. დედაჩემი და მამაჩემი ყველა თიბავდა. მაშინ ხელით თიბავდნენ. ჩემი უმცროსი და პოლინა ბავშვებთან დავტოვე. ჩემი მეგობრები კი სათიბად მიდიოდნენ და მეც მინდოდა მათთან ერთად. პატარა შეკვრაში საჭმელი ჩავალაგე და მეგობართან ერთად გავიპარე. დედას ნიანიას ვეძახდით. ვემალებოდი რომ არ ვენახე. იქ ბევრი ხალხი მუშაობდა და სულ მინდოდა მეც დავხმარებოდი მათ.